კიდევ ერთი ამოცანა განვიხილოთ ამჯერად 2025 წლის ეროვნული გამოცდის პირველი ვარიანტია, ნომერი 12. 7.2 კილოგრამი მასის შენადნობი მიღებულია 3 ლითონის ერთმანეთთან შეძნობის შედეგად ლითონების მასების განაწილების წრიულ დიაგრამაზე მეორე ლითონის შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის სიდიდე 5-ით აღემატება პირველი ლითონის შესაბამისი ცენტრალური კუთხის სიდიდეს და 35-ით ნაკლებია მესამე ლითონის შესაბამისი ცენტრალური კუთხის სიდიდეზე. იპოვეთ ამ შენადნობში მეორე ლითონის მასა. ცხადია, რომ აღნიშნული უნდა შემოვიტანოთ. მე ყოველთვის მოსწავლეებს ვურჩევ ხოლმე, რომ x-ით ან ცვლადით აღნიშნულ ყველაზე პატარა, რომელიც არის მარტივი მიზეზის გამო გამოკლებას ავირიდებს თავიდან, ხო, ანუ მინუსი არ გვექნება ხოლმე, რაც რაღაცებს მე ცვლის პრინციპში, ან აი გაყოფაც არ გვექნება ხოლმე, რაც უფრო მარტივია, ხო? ამ შემთხვევაში დავაკვირდით, ხა რომელია ყველაზე პატარა. ესე იგი, ჯერ მოდი დავწეროთ პირველი, მეორე და მესამე. ესე იგი, მეორე ლითონის შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის სიდიდე 5-ით აღემატება პირველს, ანუ პირველი უფრო პატარა, და 35-ით ნაკლებია მესამეზე, ხო? ანუ ყველაზე პატარა აშკარად არის პირველი. პირველი გვაქვს x-ი. მეორე 5-ით აღემატება პირველს, ესე იგი x პლუს ამდენი 5, ხო? და სიდიდეს და 35-ით ნაკლებია მესამე ლითონის შესაბამისი, ხო? ესე იგი შემოტრიალოთ, ხო? მესამე 35-ით მეტია მეორეზე. ეს არის x პლუს 5 პლუს 35, ბარემ დავწეროთ x პლუს 40, ხო? ჩვენ საუბრობთ ესე იგი წრიულ დიაგრამაზე, ხო? და ნუ მარტივია აქ უკვე განტოლების შედგენა. მოდი ფერი შევცვალოთ. ესე იგი, განტოლება, ხო? x პლუს 5, ნუ ყოველთვის ეგრე ხდება ხოლმე, ხო? ესე იგი, მსგავსი ამოცანების თავარი მიმართულება ყოველთვის რა არის ხოლმე, რომ შემოგვაქვს x-ი, ცვლადი, ყველა რაღაცა შეძლებისდაგვარად, ყველა პრინციპში ყოველთვის ალბათ მოვახერხებთ, რომ ყველა რაღაც უცნობი 1x-ზე დავიყვანოთ, ანუ ყველა რაღაცა x-ზე იყოს დამოკიდებული, ანუ ცვლადზე, ანუ ერთმანეთთან არის ხოლმე დაკავშირებული და მერე შემდეგი ნაბიჯია, რომ განტოლება შევადგინოთ, ხო? ანუ აი ყველა ერთად უნდა გავუტოვოთ ყოველთვის რაღაცას, ხო? ეს რაღაცა ყოველთვის სხვადასხვა სიდიდეა ხოლმე და ამ შემთხვევაში, ანუ შეიძლება მოცემული გქონდეს, აქ მოცემული არ გვაქვს, მაგრამ ნუ აქ გასაგებია, ხო? აი წრიულ დიაგრამაზე, რადგან წერია, ნუ გასაგებია, რომ 360 უნდა გავუტოვოთ, ხო? იმიტომ რომ წრის გრადუსული ზომა არის 360. და პლუს x პლუს 40 ტოლია 360 გრადუსის. შემდეგი ეტაპი უკვე ამოხსნა, x-ი 3x-ი გვაქვს. ტოლია, აქეთა 45-ია, გადავა ტოლობის მარჯვენა მხარეს და იქნება დავწერ, აი 360 -40 -5 ან პირდაპირ -45, ეს არის 315. ხო, იყოფა 3x-ი უდრის 315, x-ი ტოლია, ნუ საიდან ის რო იყოფა, ეგეც გავიხსენოთ ბარემ, ციფრთა ჯამი არის 9 და თუ ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე, მაშინ რიცხვიც აუცილებლად გაიყოფა 3-ზე. იგივე შეგვიძლია ვთქვათ 9-ზეც, ხო? გაუქმედობის ნიშნებს მე-6 კლასში ვსწავლობთ ხოლმე. და ნუ, ხო, აი ხშირად კარგად შეიძლება ხოლმე მე ამის გამოყენება რაღაცებში. თუმცა ნუ თუ არ ვიცით, ქვეყანა არ დაინგრევა. ხო, 3x თუ 315-ია, x-ი მაშინ ნუ 3-ზე უნდა გავუყოთ 315 და ნუ პირდაპირ დავწეროთ, ხო? 105-ის ტოლია. და რას ვეძებთ ჩვენ? მეორე ლითონის მასა, აი აქ შევიტანოთ. ხო, არ დავასრულებთ, ხო, ესე იგი ჩვენ მივიღებთ, რომ ანუ ჩვენ მასებზე არ საუბრობთ, აი ნუ 7.2 არაფერში არ გამოგვიყენებია, ხო? და არ უნდა დაგვეშვა ეგ შეცდომა და ნუ პირდაპირ 7.2-ს არ გავუტოვებთ, იმიტომ რომ წრიულ დიაგრამაზე ვსაუბრობთ ჯერ, ანუ წრიულ დიაგრამაზე
რა გრადუსი, ანუ რა გრადუსის სეგმენტი თუ რა ზომის სეგმენტი დასჭირდება, ხო? თუ სექტორი. არ ვიცი. ხო, და მერე მაგის მიხედვით უკვე დავიცვით თვითონ მასას, ხო, აი მეორე ლითონისას. ანუ x-ი თუ 105-ია, 105+5 გამოდის 110 გრადუსი. ხო? ესე იგი, მეორე ლითონის მასა 110 გრადუსის შესაბამისია. ხო? ესე იგი, სულ გვაქვს 7.2 კილოგრამი და ხო, ახლა როგორ გადავიდეთ, ხო, აქედან უკვე საბოლოო ამოხსნაზე 7.2 და ნუ, ესე იგი, რა ნაწილია, ხო, მთლიანი შენადნობის 110 გრადუსი გასაგებია, ხო, მაგრამ რა ნაწილია ეგ გვაინტერესებს, ხო? 110 გრადუსი არის 360, ანუ 110 გრადუსი გვაქვს 360-დან, ხო, ანუ აი მთლიანი 360-დან ამ კონკრეტულ ლითონს ეკუთვნის რაღაცა 110, ხო? ანუ მისი წილი ეს არის 110 360. ნულები წავიდა და გამოვიდა რომ 7.2 უნდა გავამრავლოთ 11 36-ზე, ხო? მაგრამ მოდი რა გავაკეთოთ? 10-ზე გავამრავლოთ თუ არ გვინდა. ხო, გავამრავლოთ, მოდი 10-ზე, ეს მძიმე გაქრება. ანუ ესე იგი, ესეც გავამრავლოთ 10-ზე და ქვემოთაც, ხო? ქვემოთ ისევ 360 გახდება და აქ 72, მე 72 და 360 აშკარად 36-ზე იკვეცება, აქ 2 დაგვრჩება, აქ 10 და 2-ჯერ 11 22-ია, ქვემოთ 10. ნუ ეგეთი პასუხი არ გვაქვს, აშკარად 10 წილად უნდა გადავაქციოთ და ეს არის 2.2 კილოგრამი. მოდი აი პასუხებით ვნახოთ, ხო? ეს არის მე-12 ნომერი, ჩვენ მივიღეთ B პასუხი და მე-12-ში ხო, აი B არის ნამდვილად სწორი პასუხი.